მშვიდობისა. დილაუთენია დამირეკა თორდიამ რა ხდება ლუმინაძის საქმეზე და გააკრამე ახლა. რაღაცები მაქვს. ნუგზარი ვახტანგიდან მოსკოვური პერიოდიდან მუშაობს. კაკო 6 თვით წინ მიუღია სამსახურში. ლალი პრაქტიკულად იმ დღიდან მაია რო შეერთო ცოლად. საინტერესო ისაა, რომ ლალიც მაღლაკელია, როგორც კაკო. და თანაკლასელები არიან. ამ დილაუთენია აბდენავე როგორ ვერგი. ზარეული დავკითხე როგორც კი მოვედი მაშინ. ხოიცი სარამცხელია და აზემოვა მანამდე უნდა დაარენდგენო როგორც შენა. შორს ახლა. ამ სამი თვის წინ მანქანა რომ უშვებია ვახტანგს მაიასთვის. ყველა ძალიან გაგურებია. რატო გამოგვიდა რა ვახტანგის შეტობის გამო? თავისუფლად ისე უყვარს რომ მანქანა კამდერო ვარაჩუკა ეგრა გასაკვირი. აი ამაში ესახება. როგორც კი თვალად შეუტავს მაია მაშინე უჩუქებია ერთი მანქანა. მაგრამ ის მანქანა მოუყარა. მაია ვიღაც თავის მეგობართან ყოფილა სტორად. და რომ გამოსულა ქუჩაში მანქანა აღარ დაგაბრია. კი მაგრამ მაშინ რა ძოლი არ ყავდა? არა, თვითონ ატარებდა. თვითონ ატარებდა? აბა მაია მანქანას თულად ატარებს და ვახტანგმა ძოლი იმიტომ დაუქირავაო? ნუ ასეა თუ ისე ამ მანქანის კვალი ცხინვალში აღმოაჩინეს. და ცოტა ხანში გამტაცებლების ვინაობაც დაუდგენიათ. ეხლა არ მითხარ რომ გამტაცებლები მაიას ნაცვლად აღმოჩნდნენ. სწორედაც რომ მისი უგნელი ბიჭები. დათმა მე ვახტანგი ძალიან გაბრაზებულა. მანქანა კი არა მაგის ეზოდან ვაშკი რომ წაიღოს ვინმე გული უსყდებაო. ისე უყიროდა მაიას გვეგონა ცემდაო. მაგრამ თითი არ დაუყარებია. ქვეყანა ატრიალა და ის ბიჭები დააჭერია, მაგრამ მოულოდნელად თვითონვე გამოაშვებია. არასამწუხაროების გამო პირობითი მისცეს. თვითონვე გამოაშვებინა? ხო. საინტერესოა. ოდე ერთი ეგ მითხარი და აი ამ ამბავმა შემდგომში ცოქნის ურთიერთობაზე როგორი მოქმედა? სკანდალი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში სხვების თვალის დასანახად. მაგრამ მაია იმ დღის მერე გულჭეთხრობილი გახდაო. ცოტა ხანში ჩოვლებთან გადავიდა საცხოვრებლად. მაგრამ ვახტანგმა მიაკითხა და უკან წამოიყვანაო. მერე საზღვარგარეთ წასულან. თბილისში დაბრუნების შემდეგ ოჯახში კვლავ სიამტკბილობამ და ჰარმონიამ დაისადგურა. ამის შემდეგ მანქანას ჩუქნეს. ეს ადრე რო გაცხარდა, ვითომ ეს ბოდის იხსის პონჩი არა? ეთყობა. დასაგებია. მაგრამ ხედავ საჭის აღარ ამდობს. და მძღოლი დაუქირავა. ალბათ ეშინოდა ეს მანქანას არ დავკარგოთ. მეორე კაცია ფრთხილი. ოდე რა მინდა გთხოვ ვიცი? გამიგე ერთი მაიას ფინანსური მდგომარეობა. აქვს თუ არა ფული, კვალი აძლევს თუ არა ფულს. ხო და საერთოდ გაიგე, აქვს თუ არა საბანკო ანგარიში, ხო? კი ბატონო. ხო და კიდევ რა ჟურიკას დაავალე. მონახოს ის მანქანის გამტაცებლები და დაარენდგენოს. გაარკვიოს ერთი რა ურთიერთობაში იყვნენ მაიასთან. კი დავავალებ, მაგრამ რა ცოტა არ იყოს მერიდება. რა გერია მიყვარაფრ. ნაწყენია. ვიზე შენზე? ჩემზე ხო არის და არის მაშინდელის მერე. კაი, თუ ზმახარ გასო იმის შემდეგ რამდენი ხანი გავიდა. შენზეც ნაწყენია. ძმაკაცები ვარ და რაც ახალ კაბინეტში გადავიდა, ვეღარ ავცნობ. ეგ როდის გითხრა? წუხელ აქედან ერთად წავედით. მოკლედ კოკა მაპატია ამას რო გეუბნები. თუ ჩემი ძმა ხარ რა, ეხლა არ მითხრა, მიდი მიეფერე და კისერში აკოცეო რა. ჩემი და ჟურიკას ურთიერთობა ჩვენთან ვიცით რა და ჩვენთან გავარკვევთ ამას, გესმის? თქვენ მიხედეთ საქმეს თუ ჩემი ძმა ხარ რა. მაგას თუ ძმაკაცობა და სამსახური ერთმანეთში ერევა, ჯობია დროზე მოვიდეს აზრზე. ეს პროკურატურა. კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტი კი არ არის. ბასტა. იმუშავეთ. ხო, მოგვიანებით ვახტანგთან უნდა წავიდე, მაიასაც მოვინახულებ. ეცადე მანამდე რამე გამიგო. გაგი. ტელეგრამები არ მძინავს. ვერ წარმომიდგენია რომ ქეთოს ეს გაეკეთებინა. სიმართლე გითხრათ, არც მომჯერა მაგის. აბა რატომ დააბატებთ? იმიტომ რომ სხვა ეჭვბიტანილი არ აქვს. ესე იგი შეგიძლიათ ნებისმიერი გამვლელი დააბატებოთ რა? მე მესმის თქვენი ირონია ბატონო ვახტანგ, მაგრამ ნებისმიერი გამვლელი თქვენს სამზარეულოში არ მუშაობს. ეგეც მართალია. მაგრამ მოტივი რატომ უნდა მოეწამლა ქეთოს მაკო? გეთანხმებით.
მოტივიც არ არის. მაგრამ თუ კეთო არა, ესე იგი სხვა ვიღაც და ის სხვა აქ არის თქვენ სახლში. როგორ ფიქრობთ, აი ვის შეიძლებოდა რომ ქონოდა ასე ვთქვათ მოტივი? ნუგზარი ჩემი ჩერდილია. მარჯვენა ხელი. 10 წელია უკვე ჩემთან მუშაობს. მაგალ ლალი ჩემი შორეული ნათესავია. კაკო ლალი მოიყვანა ჩემთან სამსახურში და აგერ კაკო ტყვიას გადაეფარა მაკოს გულისთვის. არა. მე ცოდვას კისერზე ვერ ავეებ. და საერთოდ ვის რაში ჭირდება მაკოს ასე განადგურება? ვის და რა უნდა კონდეს მაკოს საწინააღმდეგო? მაპატიეთ ბატონო ვახტანგ, მაგას რომ გეკითხებით, მაგრამ საქმე ითხოვს. თუ იცით, ვინმე ხომ არ ყოფილა ადრე უწინ, სანამ ქალბატონი მაია თქვენ გამოყვებოდათ. ვინმე ხომ არ გამზარა ამით თქვენ რომ გამოყვათ და ეხლა ის ვინმე შეყვარებული ხომ არ ყოლია, რომელმაც შემდეგ შური იძია იმის გამო რომ მაკო მე გამომყვა ცოლად, რა? სწორედ მე მივხვდით. ბატონო კუკა. დამერწმუნეთ მე ძალიან კარგად ვიცი მაკოს ამბები. დიახ. და მაქვს იმის საშუალება რომ ყველაფერი კარგად ვიცოდე. და აი ეს ორი ბიჭი მაიკოს მანქანა რო გაიტაცა, რატომ გამოუშვი თავდებით, ჰა? ჯერ ერთი არასრულწლოვანები იყვნენ. მეორეც არ მინდოდა რომ მაკოს დედას და მამას ან მის ძმას რაიმე პრობლემები ქონოდა უბანში. უხსენებათ ეს. მარტივია თბილისური ამბები. გასაგები რა თქმა უნდა. მანქანა დაიბრუნეთ? ვერა. ყობა დარბის ახლა სადღაც. რუსეთში. გაყიდვა მოასწრეს, ხო? კი, იმ წუთშივე წაიყვანა დამკვეთმა და ცხინვალში გადაიყვანა. ამათ რა უბედურებს? $500 მიცეს და მორჩი. ბატონო ვახტანგ, მე მესმის ყველაფერი, მაგრამ ვითვალისწინებ გალონი მაიას მდგომარეობას, მაგრამ თქვენის ნებართვით. კიდევ ერთხელ უნდა გავისაუბრო, თუ რა თქმა უნდა ნებას მომსემთ. დიდხანს არ გავაწვალებ, სიტყვას გაძლევთ. ერთი. ალო. კარგია. ნუგზარ. ალე. კაკო სად არის? კაკო? არაში იქნება ალბათ. მართლაც გემრიელი წვენია. მაშ გარაში არა? ბატონო, უკაცრავ. Გამომარჯოს. Здравствуйте. გამომარჯოს. გამარჯობა. კლავი როგორია? კლავი არა უშვებს რა. ეკიმთან იყავი? ეკიმთან არ დამჭირდა. გამკაცდა ცოტა. შეიძლება მუშაობაში არ გიშლი? ისე რა. ეს მაჩვენია რა. რა გაჩვენე? შეიძლება მაჩვენია რა მაჩვენია. ახლა აქ გაჩვენოთ. რა მაჩვენებ თუ ძალიან გაჩვენებ? იბატონო. მაგრამ რა გაჩვენია? კეთილია. ცოტა ხედავ კაცო, ისე მართლა საშიში არ ყოფილა ეს. მაგრამ გადარჩენილი ხარ, ოფისზე და ცოტა გამკაცდა. ბედი მე მაქვს, შენ უნდა თქვა რა. შენ გაყვია? აბა თუ ჩემი ძმა ხარ, კიდევ ერთ მომენტი როგორ მოხდა რა მოხდა. ხომ მოგიყევი თუ გვია რა? შენ ქართული გესმის ბიჭო? მომიტევი ხა ვინ, სად, როგორ იდგა? იბატონო.
აი, სულ ასე იქნება. ზეგი პოლიციისთვის არ გამომიზახები. არა, მაგო პირდაპირ ხაზენის დაურეკა. ჯედა იარაღია? არა, იარაღია. არა. მაიკოში აქვს არ გაძლევს, არა? არა, პერსონაჟი. სიგრასაც ვახტანგი გაძლევს, აი ეგ. ბატონო გოგა. ბატონი ვახტანგი გელოდება და თუ შეიძლება წამოგძანდით რა. აი, ჩემო გაგვეხარა, მობილო. აივა. ჩემო გაგოია. შეიძლება მე ძალიან დამეხმარა. დიდი მადლობა. კალდონო მაია, მე მესმის თქვენი მდგომარეობა. ამ ერთ დღეში იმდენი რამ გადაიტანეთ. მაგრამ მერწმუნეთ ისევ თქვენი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი, რომ რამდენიმე შეკითხვაზე გამცეთ პასუხი. თქვენი მზარეული ქალი ქეთო დავაპატიმრეთ. ვაშლის წვენი ანტიკონვულსანტ ტეგრეტოლით აღმოჩნდა მოწამლული. ქეთო აცხადებს, რომ უდანაშაულოა. მის გარდა ამ დროს სახლში იყვნენ სხვაებიც. თქვენი მოსამსახურე ქალი ლალი, ნუგზარი, კაკო, რა თქმა უნდა თქვენი მეუღლე ვახტანგი. ჩვენ ყველაზე შეგვიძლია მივიდანოთ ეჭვი. რასაკვირველია თქვენი მეუღლის გარდა. პირველ რიგში მინდა თქვენ გკითხოთ. თქვენ ხომ არა გაქვთ ვინმეზე ეჭვი? შექმნილ მდგომარეობაში მაქვს უფლება რამდენიმე უხერხული კითხვაც კი დაგისვათ. ხომ არ ყოფილა თქვენს წარსულში ვინმე ისეთი, ვისაც თქვენი გათხოვება მაინც და მაინც არ გახარებია? მაკო, ბატონ გამომძიებელს აინტერესებს ყოფილ შეყვარებულს ხომ არ შეეძლო შურისძიება? წარმოგიდგენია? არა. ასე იგი ასეთი არავინ არ ყოფილა, ხო? კარგით. მაშინ სხვა. აი ეს ბიჭები. თქვენი მანქანა რომ გაიტაცეს, ეს პირველი მანქანა. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ხომ არ გატერორებდნენ, ა? არა, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ვიცი ასეთი რამ ხდება ხოლმე. გაიგეს, რომ მათი უბნელი გოგონა გათხოვდა მდიდარ კაცზე. სადღაც დაგიდარაჯდნენ. ფული გთხოვეს. არ ვიცი, შეიძლება მიეცით კიდეც. მაგრამ ამეთი არ დაგმაყოფილდნენ. თქვენ მანქანას დაადგეს თვალი, კლიენტი იშოვეს და მანქანა გაიტაცეს. მერე ჩავარდნენ. თქვენი მშობლების და უმცროსი ძმის გამო შეგეშინდათ და თქვენი მეუღლე აიძულეთ საჩივარზე უარი ეთქვა და ის ახალგაზრდები პატიმრობიდან გაენთავისუფლებინა. მაგრამ თქვენი ტერორი ამითი არ მორჩა. იმიტომ რომ იმ ბიჭებს სხვა უფრო დიდმა ბიჭებმა დაავალეს თქვენი დატერორება გაეგზელებინა. ის ნაზირელები არ გეშვებოდნენ, თავს არ განაგებდნენ. თქვენ გეშინოდათ. თქვენს მეუღლეს არაფერს არ ეუბნებოდით. და აი სადამდე მოვიდა სულ ყველაფერი. მაია, იმ ბიჭებს სროლა შეეძლოთ. მაგრამ აქ თქვენს სახლში შემოსვლა და თქვენი მოწამვლა არ მგონია ცით ამას სულ სხვა მარიფათი ჭირდება. აი სწორედ ეს არის რომ მაფიქრებინებს რომ ამ ყველაფრის უკან ვიღაცა უფრო სერიოზული კაცი დგას, რომელიც თქვენ გატერორებთ. ასეა? არა. არასწორი ვერსია გქონიათ. Tom, Maia, მე თუ მართალი ვარ, უნდა თქვა. იმიტომ რომ იმ ხალხმა თქვენ სახლში შემოაღწია და აქ თავისიანი გაიჩინა. მოიცა.
ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ შავებს უდათ ჩემი გაწეწვა და ამიტომ ჩემს ცოლს ატერორებენ, არა? თქვენ გესმით რას ამბობთ? ბატონო კოკა, ვისაბია ორი თავი? თქვენ იცით ვინ არის ჩემი ბიზნეს პარტნიორი? ვიცი, ხეჩო. მერე? რა მერე? გამოიტანეთ დასკვნები. და თქვენთვის არ არის ეს საკმარისი რომ დასკვნები გამოიტანოთ? თუ თქვენ თავი ისეთი ხელშეუხებელი გონიათ რომ ვერც ერთი შავი ვერაფერს ვერ გაგიბედავთ. ეხლა სულ სხვა დროა ჩემო კარგო, სულ სხვა თაობა წამოვიდა. ხეჩოსი კი არა, მამალი მგლის არ ეშინიათ. მაია, მითხარი რა სიტყვენ? რაღაც ინფორმაციაზეა ლაპარაკი? ესე იგი, მართალი ყოფილვარ. როცა ვამბობდი რომ მე მიმიზნებენ მეთქი. ხო? ხო, მაშინ ეჭვი მეპარებოდა. ეხლა კი თითქმის დარწმუნებული ვარ. მაია, მითხარით, ნუ დამიმალავ, მითხარით, თქვი სიმართლე. რა გითხრე, მოგატყო, ვერ გავიგე. ხო გითხრე, რომ ის ბიჭები არც იქამდე მინახავს და არც იმის მერე. ხო გითხრე, ხო იცი, შეყარებული ცხოვრებაში არ მქონია. მით უმეტეს საფრო, იცით? საერთოდ არ ვიცი ვის უნდა ჩემი სიკვდილი და რისთვის. კარგი, დაწყვეტი. დასმანდი ჩემო ყოველში. დასმანდი. ეხლა ყველაფერი დამთავრდება. სულ მალე მოვჩინე ყველაფერს და წავიდეთ აქედან. მე არ მინდოდა თქვენი ანერეულება მაპატეთ. მეც აღარ შეგაწუხებთ, ხომ? სხვა დროს შემოგივლით. უკაცრავად. კარგად ბრძანდებოდეთ პროდიში. მადონა კიბროცაშვილს გაუმარჯოს. Здравствуйте. ვეინი, გაუმარჯოს. არა, ნუ გეშინია, გედესწორი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის. პროკურატურაში წასაყვანად არ მოვსული ვარ. ეხლა რა მინდა გთხოვო? მოდი ეხლა გონება დაძაბე და კიდევ ერთხელ დააჭრულებით ყველაფერი გაიხსენე, რაც გუშინ მიამბე რა მოხდა აქა. ხომ გიამბე უკვე? იბიჭის სახე არ მახსოვს. მაქანას ნომრები არ ეკეთა. არა, შენ ვერ გამიგე. მე ის ბიჭი არ მაინტერესებს. ეხლა მე ის მაინტერესებს, რომელსაც ესროლეს. მე რომელსაც ესროლეს, მე რა ვთქვა? აი ეხლა მამის ვინე კარგად გაიხსენე და მითხარი, როგორ მოხდა ტყვია. როგორ მოხდა ტყვია? ის ბიჭი მანქანიდან გადმოვიდა. მერე ჩემთან სიგარეტი იყეთა და წავიდა. მერე მეორე მანქანა გამოვიდა. ესროლა და გავარდა. მერე პიკნისიდან გამოვიდა ერთი ქალი. ამ დაჭრილ ბიჭთან მანქანაში ჩაჭდა და ესენიც გავარდნენ. სად მოხდა? დაინახე? კლავზე იტაცა ხელი და. კლავზე? რომელ კლავზე? მარცხენაზე თუ მარჯვენაზე? კარგი გაიხსენე? აღარ არ მახსოვს. გახსოვს. სისხლი დაინახე? აი რა მაინტერესებს იცი? აი იმ კლავზე სადაც ხელი იტაცა. გასისხლიანებული ქონდა ის კლავი? სისხლი? არა, სისხლი არ დამინახავს. არ დაგინახავს, ხო? ესე იგი, შენ იმას ამბობ, ხელი რომ არც მოეკიდა მკლავზე, დაჭრილი არისო, არც იფიქრებდი, ხო? ეგრე გამოდის. დიდი მადლობა. მადონა კიბროცაშვილო. მეც მადლობ. კარგად მეყოლეთ. პაკა. Na. Maia? Lomina mai. Lominaze, diach. Kilogram წერან არ ვიყავით მე. კი ბატონო. კარგით, მოვალ. გვახოს ისე უყვარვარ, რომ დაიჯერა ჩემი უდანაშაულობა. დაიჯერა მიუხედავად იმისა, რომ ის ბიჭები მემადებდნენ ხალხს. შენს გადებდნენ? ხო. მაიამ შემოგთავაზა. მანქანა გაიტაცეთ, გააყიდეთ და ფული ჩვენ გავიღოთ. მაგრამ ხომ გესმით, ხომ ეს ტყუილი არ დაიჯერა.
ვახო მე დამიჯერა. იმიტომ რომ უყვარ ვარ. ეგ უკვე კარგად ვიცი. შემდეგ რა მოხდა? შემდეგ განაგრძეს ჩემი დაშანტაჟა. ამჯერად ძმის მეტაცები დამემექრნენ. რა სიტყვენ? ფულს. ჯერ ფულს. მაგრამ ფულს რა გწოდე რა, გააქვს ფული? ვახომ საკრედიტო ბარათი მაჩუკა. ისეთი შეშინებული ვიყავი რა, იძულებული გავხდი რომ ფული იმათვის მიმეცა. ვახო კი მოვატყუე, ბარათი დავკარგე მეთქი. ეგრევე ბანკში გადარეკა, მაგრამ ფული უკვე დაკარგული იყო და ბარათი გაუქმა. კი, მაგრამ რატომ ხართ მეუღლის იმათ? ხო გითხარით, ძმის გამო შემეშინდა. კარგი ბატონო, ფული წაგართვეს. მანქანა წაგართვეს. რაღაც ითხოვდნენ კიდევ რა უნდა? ვახო აიძულე ანდერძის შენზე გააფორმოს. ოიე. თუ არა და ჩვენს ხელში ხარო და როცა გვინდა მაშინ გავეგორებთ. მაშასადამე რა კიდე მათი მოთხოვნა არ შეასრულეთ, ამიტომ ეს ყველაფერი ხო? დიახ. ერთი რამე მინდა გითხრათ. მაგალითად ცოტა უხერხული შეკითხვა კი არის, მაგრამ საქმე შეიძლება. ანდერძის გადაუკეთებლად რა ქონებას გიტოვებთ ვახტანგი? გარკვეულ თანხას ამ სახლს. ამ სახლს? დიახ. არც თუ ისე ცოტაა, ხო? ხო, კიდე ერთ პატარა სახლს კუნძულზე, ჩრდილოეთ საფრანგეთში. კუნძულზე სახლი. კაი. დიახ. კუვენუარ, შავი მონასტერი, გაგიგია? კი, როგორ არა, ყველაზე აკუთვნილ შესაძლებელი ხო? არა, ალბათ არა. იმიტომ პრინციპში კუნძულიც არ არის, სარიერი კლდეა. კლდე არის წყალში. გარშემოსო წყალია და დგას პატარა მეთევზის ქოხი. იქ არავინ არ მიდის არასდროს. სანამ ვახო იქ ჩამიყვანდა, მეგონა რომ ნამდვილი კუნძული იყო. და ნამდვილი სახლი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. იცით რა არ მესმის? დიახ. რისთვის იყიდა ეს კუნძული? ან კიდევ მე რატომ მიანდერძეს? ესე იგი სახლი კუნძულზე. გასაგებია. მაშასადამე ანდერძის გადაუკეთებლადაც არც თუ ისე პატარა ქონება გრჩებათ, ხო? კი, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მჭირდება, გესმით? მე არაფერი არ მჭირდება. მე მჭირდება ჩემი ქმარი, ცოცხალი და უნებელი. გესმით ბატონო კოკა? მე მიყვარს კაცი და არა მისი ქონება. ძალიან შემეშინდა რომ იმათ არაფიქრა თქვენსავით. არ დაკმაყოფილდნენ ამ ჩემი გადაუკეთებელი ანდერძით. ბატონო კოკა. მე მართლა მეშინია იცით, იქნებ მიშველოთ. მე თქვენ გიშველოთ? კი, მაგრამ როგორ უნდა დაგეხმაროთ, ჰა? როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გიშველოთ, როცა არაფერს თქვენ მე არ მეუნებით? ვინ არის ის კაცი, მითხარით? ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ არ შემიძლია, მე ხომ მეშინია ვახოს გამო. ხომ გითხარით? მემახვედრეთ მაინც. აი წარმოიდგინეთ. საწამლავის ვაშლის წვენში გარევა მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც იმ დროს აქ იმყოფებოდა. მოგზარი? კაკო? კეთო? ლალი. ადამიანს ჩემი მეუღლის სიცოცხლე აბარია. მოგზარი? ვახტანგის პირადი მცველი? ალო, ბატონო ვახტანგ, გამარჯობა. კოკა ვარ ჯაფარიძე. თქვენი ნახვა მინდა, ბატონო ვახტანგ. პარლამენტის ხმაზე? არა, გასაგებია, კი, გასაგებია. კენჭისყრა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, დიახ. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ბატონო ვახტანგ. როგორც კი სხდომა დამთავრდება, აი სანამ შენობიდან გამოვხვალთ. ვიდრე მანქანაში ჩაჯდებოდეთ. აუცილებლად დამირეკეთ. არა, საშიში არაფერია, უბრალოდ რაღაცა აზრი გამიჩნდა და
კარგით? ოღონდ აი ვიდრე მანქანაში ჩაჯდებოდეთ, აუცილებლად დამირეკეთ. კარგით, შეთანხმდით? კარგი, მადლობთ. მოგზადეთ? შეიძლება? მოგზადეთ, ბატონო. დიდად მადლობ. ესე იგი, ბატონო გოტე, კაკო ყუბანიშვილის ძმის ოჯახში გახდით, როგორც თქვენ დამავალეთ. მე? სახში არც გივიდავთ და არც კაკო, მაგრამ სამაგიეროდ ვისაუბრე ქალბატონ დოდოს, რომელიც ნამედანი ენა გატლეკინი ქალბატონი აღმოჩნდა. ეტყობა სულ სახში ჯდომა, ბაღნებთან თამაშ მაგაზე გამოაშტერა და ძირაფია რომ მიუშვა კაცო ესენა კი ვეღარ გავაჩერე. რა კაია კაკო რო ჩამევიდაო პატარა სამოგვიდე კაცო მხარშიო მუშაობსო ლომინაძე კარგად უხდისო ხო და კაკო რომ არ გვეხმარებოდეს არ ვიცი პირდაპირ რა გეშველებოდაო კაცო ეს ჩვენი უმცროსი ბაღანა ხო ისეთ მკურნალობას საჭიროებსო კაცო მკურნალობსო რომ ნამედანი ბევრი ხარჯი აქვსო ნამედანი ავადაო მარტო გივის შემოსავლით თავი ძლივს გაგვაქვსო ესე იგი რა ვცადეთ საიდან არ მოვარეთ არაფერი არ ეშველა ბატონო გოდე ნამეტანი ავადაავო მიაქციეთ ყურადღება. კითხე ერთი რა ჭირს იმ ბავშვს? რა ჭირსო უფროს? არაფერი დიდი. პატარა ხანდახან ბნედა წამოვლისხომე ბნედა. ბნედა? კი ბატონო, ბნედა. ეპილეფსია, ანუ. გოგა, დეგრეტორი გოგა. შენი დედავატი. ენდე რამ ინტუიციას რა. გეუბნება მიაქციე ყურადღება კაკოს დაუჯერე რა ესე იგი კაკოს შეეძლო ავადმყოფი ძვიშვილის წამლის მოპარვა და მაიას ვაშლის წვენში გარევა თავისუფლად ბატონო გოტე თავისუფლად კი მაგრამ ტყვიას რო გადაეფარა ჯიხურის გამყიდველმა ქალმა მითხას ეს ხან არ დამინახავსო ხოლო ის დავინახე კაკომ როგორ მკლავზე ხელი მოიკიდაო მე რა ჭრილობა ხო ნახეთ ჩვენ რა სიმულაცია რო ყოფილიყო მაია ვერ შეამჩნევდა ყველაფერი აიბურდა რა ამის დედავა ვახტანგი მჭირდება ეხლა ვახტანგი სასწრაფოდ მარტო მაგას შეუძლია რომ ნათელი მოფინოს ყველაფერს თან თუ მაიას დაეჯერება საფრთხელისო რა ყურეკოს კაცო რა უნდა დაგირეკოს ხო პარლამენტში ვარ სხდომაზე დამთავრდება თუ არა დაგირეკაო გათიშულეკ ტელეფონი თუ სხდომაზე ესე იგი გათიშულია აღარ მეთქი რა ხდება დავაი ბიჭებო აბა სასწრაფოდ ეხლა პარლამენტში გზაში მოგიყვებით ყველაფერს აბა დავაი ჩქარა რა უნახე? არა. როგორ წავიდა? აი ესე ხო არ დამელოდა და ესე წავიდა. ურეკავ ტელეფონზე არ პასუხობს. შენ კაკოს არ პასუხობს? არ პასუხობს, არა. მაია. და? გამარჯობათ ქალბატონო მაია. დიახ. რა? როდის? ტელეფონზე მეიღეთ? დამშვიდი დაწნარდით ქალბატონო მაია დამშვიდით ხო ისა ვინახა სახში თქვენ დალალი კარგით მაშინ კარი არავის არ გაუღოთ ჩვენ აწუთში მან დავართ ხო თუ რამეა სიგნალიზაცია ხო გაქვთ ხო კარგით მოვდივართ ხო წავედით ბიჭო ვახტანგ ჩქარა მანქანაში აგით ნდოლა ჩქარა ჩვენ არ დაწყვეტ მოგეშინე თქვენ ხალხმარა მითხარით მანახეთ რა მეინებ მანახეთ აი რამე მანახეთ რა დავაყირე ახო მოკლეს კარი მომიგეს გასაგებია ესენოსია აი ხომ გეუბნებოდით არა მე ხომ გეუბნებოდით ხომ გაფრთხილებდით არა ის ტელეფონი და რა გამოგზავნე არ ვიცი გაფარული როდის მეიღეთ ეს როდის რომ მივიღე ეგრევე ხარ დაგიგეთ ბატონო კოკა მისვენე დავიღუპე კარგი დაწნარეთ ხალხმარა ჯური ეხლა სასწრაფოდ გადავარეკე პროკურატურაში ხო კაკო ყუბანიშვილზე და ნუგზარ რა გვარია ნუგზარ გელაშვილი ნუგზარ გელაშვილზე ძებნა გამოვასხადი სასწრაფოდ კაკო დიახ კაკო
კაკო რა შუაშია? კაკოა შუაში ქალბატონო მაია, კაკო. ხოლო კაკო შეეძლო, დიახ, კაკო შეეძლო სახში ტეგრეტოლის შემოტანა. რა სისულელია? ძმისშვილი ყავს, ძმისშვილი ავად ეპილეფსიით. როგორ არა ეგრეა ქალბატონო? უნდა წავიდე, ბატონო კაკო. უნდა წავიდე საქართველოს. ზასტრის დამშვიდეთ უნარებოდ რა. ვასწავლეთ ჩვენ ახლა მუშაობა ხალხო მაია რა ყველაფერს გავაკეთებ როგორც წესი და რიგია. მე გააკეთეთ. დამშვიდით. თქვენ ვერ დაიცავთ. დაგიცავთ, ჩვენ ვერ დაიცავით ვახო, ამიტომ ეხლავე მივდივარ აეროპორტში. სად აეროპორტში მიდიხარ? დაწყნარდით რო გელაპარაკებით, დამშვიდით. არ მინდა სიკვდილი, არ მინდა. დაწყნარდით, არავით თქვენ არ მოკლავთ, დაგიცავთ ხალხო მაია. დამშვიდი მათ გიგითხარი. დაწყნარდით, შვიდა. რა ხდება? რა ხდება ჩემს სახლში? ბატონი შემოწე. ხლებ თქვენ გაგვაგებინოთ რა ხდება? რა უნდა გაგაგებინო? თუ ეშმაკს მოახთან ასე თქვა თქვენ ცოცხალი მზანდები? ცოცხალი ვარ, რა მიგავს მე გუდრის? რატომ ტირის მაკო რატომ ტირი? ესა ბატონო ვახტანგი. ქალბატონმა მაიამ მობილურით თქვენი ფოტო მიიღო. როგორ არის ეს ამასა? რა არის ეს? ისი გაკეთებულია, ვინ გააკეთა? ისი გაკეთებულია ხო? ჩვენი გაკეთებული რო არ არის, მაგის 100%-იან გარანტიას გაძლევთ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ რა არის ეს, ჩვეულებრივი ფოტომონტაჟია. ვიღაცა მიხუმრა ბოროტად. იხუმრა ხო, ბოროტად. ეს მითხარით, თქვენი ძღოლი სად არის ახლა? ვინ, ნუგზარი? მე გავუშვი საქმეზე. კაკო? კაკოც. ბატონო, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მაია კაკომ მოწამლა. ხოლო ნუგზარი აი ესე იგი მოისვა ერთი წუთი. ესე იგი კაკომ მოწამლა მაია. დიახ. დიახ, ბატონო. იმიტომ რომ კაკოს ძმისშვილი ეპილეფსიით არის დაავადებული. დიახ. და ტეგრეტოლი რისი წამალია, კარგად მოგეხსენებათ. მერე რა? რა მერე? თქვენ რა კავშირს ვერ ხედავთ? ესე იგი, რადგან ძმისშვილი ყავს ავად ეპილეფსიით, ამიტომ კაკომ მოწამლა მაკო? რას ბრძანებთ, ბატონო ვახტანგ? ჩვენ როგორც კი გავიგეთ, რომ კაკოს ძმისშვილი გაიგეთ. ყველა ახლა გაიგეთ. მეც კარგა ხარია ვიცი. მაკო, სადღაც აპირები წასვლას. სად მიდიოდი? მოკარ. ბატონო ვახტანგ, უკაცრავად, თუ შეიძლება ორი სიტყვით. ეხლა მორჩი ამ ცირკს და ამიხსენი რა ხდება? თორე რა? თორემ დედას გიტირებ. რას ნიშნავს ეს ფოტო? სად არიან კაკო და ნუგზარი? მე სულ ფეხებზე მკილია შენი დეპუტატობა, გაიგე გაქცნისავ რა. კოკა. ძალიან გთხოვ რა. ძალიან გთხოვ ახლა წადი რა. მე დღესვე დაგირეკავ, მოგვიანებით. ოღონდ ახლა მარტო დაგვდოვე. შულებს გეფიცები ყველაფერს აგიხსნი. მე შულები დავეფიცე. მამა ხარ და უნდა გესმოდეს. ყველაფერი დამთავრდება. რა დამთავრდება? შურის ზიებას აპირებ? იმას არა, რასაც ჩემ ფიქრობ. არც სისხლი იქნება და არც არავის ერთი თმა არ დაცვირდება. ეს თამაში იყო. თამაში? ხო? თამაში.
და არა ხუმრობა. სასტიკი თამაში. ერთობით არა. ჩვენ მარიონეტები გამოგვიყენეთ არა ამ თამაში. კოკა. წადი რა. დღეს დაგირეკავ და ყველაფერს აკიხსნი. ყველაფერი დამთავრდება. ვინ ახლა საერთოდ ა? რა ჯიშის ხალხი ხართ ა? კოკა. გემუდარები. ახლა წადი რა. ყველაფერი დამთავრდება. ჟური! წავიდეთ. წავიდეთ. ხოხია, წავიდეთ. გააკეთეთ ბატონებო ის, რასაც უფროსი ბრძანებს. ადოვრიგავს. ოდესაა. თავისთან. ხარ წავიდეს სახში. შეზარე გვიანაო. თუ გინდა დაგეგოდები მე არ მეჩქარება. ჟური. რამე გასაინე მაგაზია. გადამივლის ალბათ და გავადიებ მე. ეს თუ აღარ მიქარა. დიახ, ვარდა გისმე. სად? კარგი მოვა. წამოყვე. ოდნა შორიდან დავიწყებ. იმ წუთიდან, როცა პირველად დავინახე სილამაზის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა გოგონა. აია დარსაცი. დავინახე და მაშინა შემეყვარდა. მე ოჯახი დავანგრიე. ბევრი მოინდომებდა ჩემს სასაცილო დაგდებას. გამოქლიავდა და პატარა გოგომ გააგიჟაო. მაგრამ ამის არ შემშინებია. ჩემი დამცინავი ჯერ გახარებული არ დარჩენილა. შემიყვარდა, მაგრამ თავი არ დამიკარგავს. არაფერი დამიკლია მაგოსთვის, მაგრამ ფეხქვეშ არ გავგებივარ და ცოლის გოშიათ არ ვქცეუვარ. ასე რომ არავისთვის მიმიცია ჭორაობის საბაბი და ყველას მოვაკეტინე. მაგრამ იქიდან დამარტყეს, საიდანაც არ ველოდი. იმან დამარტყა, ვისგანაც არ ველოდი. მაია მიღალატა. კიჟალადა? არა, ის არა, რასაც შენ გულისხმობ. სხვასთან კი არ უღალატია. უბრალოდ ეს ლამაზი თოჯინასავით პატარა გოგო სისხლიანი და საშინელი მტაცებელი აღმოჩნდა. ეგონა შეყვარებული იდიოტი ეყოლებოდა ქმრად. უნდოდა რომ ეს მდიდარი ბიძა თითზე ეტრიალებინა. მაგრამ მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა. გო, კარგი შედარება. ესე იგი, თქვენ ომი გქონიათ ბატონო სახში? თლად მასეც არა, მაგრამ რაც იყო, ისიც არავის უნდა ცოდნოდა. მე ვერ დაუშვებდი. იმიჯი შელახვას, ხო? ხო. ესე იგი, ეს როლაც და მოწამლას მაიას მოფიქრებულია, ხო?
მაიას ასე ეგონა. სინამდვილეში კი რეჟისორი შენი ხარ. მაია მომი გამომიცხადა და ჩემი განადგურება მოინდომა. უბრალოდ ის ადამიანია, რომელიც მარცხს ვერ იტანს. მაგრამ მეც ვერ ვიტან ამ მარცხს. ამ საქმეს რაც ჩაიფიქრა, მარტო ვერ გააკეთებდა. ამიტომ კაკოს მოუყვა ყველაფერი. კაკომ მე მითხრა. მე ვუბრძანე რომ თავი მოეკატუნებინა და ყველაფერი შეესრულებინა, რასაც მაია ეტყოდა. რასელოდები მიდი. ხო. მოიცა რა. ხო არ შეგეშინდა. არა. ნუ გეშინია. სხვა გზა მაინც არ გაქვს, მიდი. რაღაც უყურებ. მაინც აღარაფერი შეიცვლება. მიდი. Segi აი შენი სიკვდილის ინსცენირება იმისთვის გაითამაშე რომ შენი ცოლისთვის შტუკა გაგეკეთებინა რა რა გონია ეხლა შეეშინდება რა შენ ზალას დაინახავს შენ სკოლის შემძლეობას და გამოსწორდება ხო დაგნებდება ხო? ესე იგი, აი ეს სულ ყველაფერი. მხოლოდ იმისთვის გააკეთე, რომ შენი ცოლისთვის ჭკუა გესავლებინა? და აი ამისთვის პროკურატურას გამოიყენე, არა? შენ და კუკუში. ვინ აგონია შენი ცავი, ა? შენ რა გონია რა კიღა მაყუთ იშოვე? და ამ შენი დეპუტატობით იმუნიტეტი დაირთხი? ეხლა ვისაც გინდა როგორც გინდა შენი კოზლის ქეიბზე ატრიალებ, არა? ათამაშებ როგორც გინდა, ხო? თუ ესეა, მაშინ მე შენ გაჩვენებ, სად არის იწრო და სად შეიძლება გაწყდეს. მე შენ, არა, მარტო შენ კი არა. ისენ მაიასაც ორივეს პასუხს გაგებინებ, გაიგე? ნუ ბაკიბუკობ. რას ნუშვები? თითი ჩაწი და ნუ ბაკიბუკობ. ნუ ბაკიბუკობ კი არა. მე ვერაფერს ვერ დამემტკიცებ. და მაიას ვერ მიწვევ. ბიჭო, რას ნიშნავს ვერ მიწვევი, ა? ხო? თქვი ახლა რამე ხო არ მიქარე, ბიჭო? რამე ხო არ უკენი მაიას, ბიჭო, თუ გეშინია ცოცხალი. სად არის მაია, სად? მონასტერში. მონასტერში? ერებს ვიჟურტურო, ბიჭო, რა მონასტერში? ხო, მონასტერში. მონასტერში გავამწესე. აქედან შორს. კაკო და ლალი გაყვნენ. ახლა კარგად მომისმენ. ამ 6-7 თვის წინ მაია ქრივთა კლუბის წევრი გახდა. ქრივთა კლუბი? რა ქრივთა კლუბი? რევს ვიჟურტუროში? ხო, არის, თბილისში არის ასეთი კლუბი, ქრივთა კლუბი. მასში მდიდარი ადამიანების ცოლები არიან გაერთიანებულნი, გაზულუქებულები. არაფერი რომ არ აკლიათ. არც სიმდიდრე, არც დროსტარება, არც გრიალი. მაგრამ არა, კიდე უფრო რაღაც ძლიერ გზნობებს ეძებენ. დრო და დრო ამ კლუბში რუსულ რულეტკას თამაშობენ. ოღონდ ერთი განსხვავებით, თვითონ კი არ უნდა მიირთხან შუბლში ტყვია. ქმრები უნდა მოკლან. თუ არ მოკლა,
თავი უნდა მოიკლას, ან მოკლავენ. მაიამ წააგო და დღეს იყო ბოლო ვადა. ახლა ხო გესმის, რატო გავათავაშე ჩემი სიკვდილი? რატომ გამოუგზავნეს მობილურზე ჩემი ფოტო? მე სხვებს გადაუგზავნი და კლუბის წევრებს. მასეც რო იყოს, კაი დაუშვათ რომ დავიჯერე ეგ. ადრე თუ გვიან ხო მაინც გაირკვევა რომ ყველაფერი ბლეფია რა. მაიას ვერ მიწვდებიან. ვითომ რატო? ხომ გითხარი მონასტერში გავაგზავნე მეთქი. რას უპირებ მაიას? მაიას დრო აქვს რომ მოინანიოს ყველაფერი. დაფიქრდეს და დანაშაული აღიაროს. თუ დავწმუნდი რომ ყველაფერი მოინანია, ვაპატია. ჯერ ერთი იმიტომ რომ მარცხს ვერ დაუშვებ და მეორეც რაც არ უნდა გაგიკვირდეს. მიყვარს. სიყვარულის მონავარ. შენ ახლა შენი საქმე გაქვს, კოკა. იმ ქრივითა კლუბზე დარწმუნებული ვარ. ბევრი მკვლელობაა. გეფიცები მე სხვა არაფერი ვიცი. ვახტანგ! ის მონასტერი? შავი მონასტერი, არა? პატარა კლდოვანი კუნძული ზღვაში. აი თურმე რის თუ შეიძინე და რატომ ვანდერზე მაიას? Juri? Добрый вечер, товарищ начальник. რა იყო გეგონა მარტო გამოგიშვებდი. ხომ მშვიდობა? მშვიდობა. კი, ვარ. რას ვაპირებთ ახლა ჩვენ? ოჰო. ჩვენ. რას ვაპირებ ჟურიკი და მუშაობას შემოძმაო, მუშაობას. რავა? ახალი რამე? ახალი არის ჟურიკ, როგორ არ არის და თან ისეთი ახალი რომ მაგრამ მაგაზე მერე ჟურიკ, მაგაზე მერე. ეხლა კი მოდი სახლებში წავიდე ჟურიკ, ხო? სოლეს მივხედოთ, თორე სანამ ჩვენ აქ დავბრუნებთ. ემან რამე სისულელეში არ გაყონ თავი, გაიგეშენ. აბა? ნახავზე, ჟურიკ, ნახავზე. ჯერა არ მოდი ხარ? მანქანით ვარ მეც ეგერა. აი, ამაშენს.